45 წელია ვაჭრობ და ბალი 20 ლარი მის ხელში აღირებული. კატასტროფული, მაგრამ ეს მოსავალი არა და მისი ბრალი. ფასებია კატასტროფული. და ყველაზე მეტად რამ დააზიანა მოსავალი? სოტყვა, ქარმა, ყინვა, მეტი რა. მარტო ყინვა და სეტყვა საკმარისია, რომ დაზიანდა ყველაფერი. გაფუჭდა მოსავალი, მაგალითად ლეჩხუმიდან იშვიათად აღარ შემოდის აღარაფერი, გორი რო არ იყო საგოშველებოდა არ ვიცი. იქაც ბევრ ადგილზე სოფელში ბევრი რაღაცები არა, მაგალითად ჩავიქლევი არ არის ბევრ სოფელში. დააზიანა ყინვას რაც გადაურჩა, სეტყვამ გააფუჭა. ახლა როგორი არის ფასები, აი ვთქვათ? ძალიან დიდი. მაგალითად რომ გააჩნია ხარისხსაც. ყველაზე მეტად რა გაძვირდა? აი ამბობენ რომ ბალი არის კი ბატონო, იმიტომ რომ ბალი ყველაზე მეტად დაზიანდა, ყვავილშივე დაზიანდა, მე რომ გამოსულიყო იქ სეტყვამ გააფუჭა, ყინვამ გააფუჭა. მაგრამ არის დაბალფასიანიც, ის საუკეთესო ღირს 20-25 ლარი თორე. არის 8 ლარიანი რატო მაგალითად აგერ 8 ლარი ღირს, 7 ლარის ღირს ბალი, გააჩნია ხარისხს. ერევნის გარგარი მაგალითად ზვირი ღირს, 6 ლარი ღირს. ჩვენი 2.5, მაგრამ შედარება არაა. ის მეტი ხარისხიან და შეხედული. მომხმარებელი რამდენად ახერხებს რომ ეს გაზვირებული პროდუქტი შეიძინოს? რას გეტყვით იცი? აი ადგილობრივ ვისაც ძალიან უჭირს, ბევრი ვერ ყიდულობთ. მაგალითად ძალიან ბევრი მოხუცისთვის მიმიცია რომ უნდა და ვერ ჭამს. მიუხედავად იმისა რომ ნაყიდი მაქვს. ბალსაც ვადლებ ცოტა, იქ ცოტა შერბილებულ, გარგარსაც ვადლებ ცოტა შერბილებულ ატამსაც მეცოდა, იმიტომ რომ ვერ ყიდულობს. ახლა რაღაცას 300 ლარი რო აქვს ადამიანს პენსია ხო ცოდვა როგორი ყიდი 7 ლარიანს და 8 ლარის წარმოდგენილი მაქვს. ალბათ იმას წამალშიც არ ყოფნის. მე ძალიან მეცოდება და ვაძლევ. ყიდულობს ის თქვა, ვისაც საზღვარ გარეთ ყავს ვიღაცა ძალიან დიდი ხალხასია. მე მაგალითად ვერანაირად ვერ ვიყიდი 25 ლარიან ბალს. 2 ლარი ღირს კილო ბალი. ლარი და 20 მარწყვი. კიდე რა, გარგალი 3 ლარი ღირს, გარგალი კია, იაფი, მაგრამ ხო, რატო ბალი 2 ლარი ღირს, ნანა? ეგე რამდენიც გინდა? აბაზი აკი. არა, სიძვერია ძალიან. ერთადერთ რაც შემოვიდა ახლა გოგონებო, ვაშატამა და გარგალი ცოტა ეფა, თორე ბაჟს დამარცხ ვერ გაეკა. ხო, ქვიშნა, ტამფოც ვაკეთებდი სულ. მართლაც ვერ გადევიხ. რა ღირს ქვიშნა? თორემ არა, ვერ გადევიხ, ვერ გავაკეთებ კამფოც. რაც ტყემალ ჩაუყრი კამფოც. ტყემლის კამფოც გავაკეთე. ხო, ლიმონის კამფოც გავაკეთე. ლევანდელ ფასებთან დაკავშირებით ხილი ძალიან ძვირია შაშანდელთან. ძალიან მიყვარს ხილი, ძალიან მომხმარებელი ვარ მისი, სულ ვყიდულობ და ისეთი ფასებია თითქმის გაორმაგებული და გასამაგებულია. ორმაგის ვინჩევას გასამაგებულია. ამ მაგალითად ბალი 20 ლარი რო ეღირება, 7 ლარში. აი მახსოვს რომ თეთრი ბალი ღირდა 3 ლარი, 4 ლარი, 5 ლარი მაქსიმუმ ხო შეიძლება 8-9 ლარი არის. სულ მცირე ფასი და წითელ ბალს ხო ვერ გაეკარებით. უნდა მოცვი იყოს. რა ვიცი, ყველანაირი ხილი, რაც ახალი შემოვიდა, მარწყვი იყოს, ყველა ძვირი არის ძალიან, შაშანთან შედარება. გაორმაგებულია. და თქვენ როგორ გაქვთ ინფორმაცია, რამ განაპირობა ეს ფასების ზრდა? აი ბუნებრივმა კლიმატმა, მე ასე ვფიქრობ, რომ ყველგან არ მაგალითად ჩვენსკენ დასავლეთში ბალი არ არის, ახლა რამოდენიმე ხე მაქვს და არ არის ჩვენთან დასავლეთში ბალი. ბუნებრივი კლიმატის გამოა ეს. ახლა თვითონ ხალხი მე მგონი არ მოუმატებს ახლა იმ დონეზე რო იყოს მოსავალი, რაოდენობა რო იყოს, მაშინ ფასი დაბალი იქნება. რო არ არის რაოდენობა, აი იმიტოა ესეთი მაღალი ფასები. და როგორ ფიქრობთ, მოქალაქეები რამდენად ახერხებენ რომ ამ ფასებს შეცვლენ და რა ქნან, ბევრი წუწუნებს, მაგრამ ცოტა რო გასინჯონ, ალბათ მაინც ყიდულობენ და მაინც აქ რეალიზაცია. მაგრამ იმდენი მაინც არ იქნება, ახლა ერთეულები იყიდიან, ვისაც აქ შესაძლებლობა მაგის თუ რა ყველა ვერ იყიდებს, ვერ შეწუდება ამ ფასებს ვერანაირად. ფასების სხვა განაპირობა ამიდის ცვალებადობამაც, რაოდენობა არ შემოდის, ისედაც ყველაფერი ძვირდება. წინა წელთან შედარებით გაორმაგებული ფასები. ბალი შარშან 80 ლარი იყო, წელს 15 ლარი და ზევით არის. მოსახლეობა რამდენად ახერხებს რომ ამ ფასებს შეწუდეს? ძალიან ცოტა. რაოდენობა ცოტა იყიდება და სადაც ყველა ვერ ახერხებს ახლა. ყველასთვის ხელმისაწვდომი არა 20 ლარიანი და 15 ლარიანი ხილის ყიდვა. აი რომ თქვა ყველაზე მეტად რომელი ხილი გაძვირდა ახლა ამ ეტაპისთვის? ბალი, გარგარი, ვაშლი. ეს ვიც გაძვირდა, რა ვიცი, ყველაფერი გაძვირდა.
ძვირი, ასეთი ძვირი არც ერთ წელიწადს არ ყოფილა ფასი. წესვარი უსაშველო ფასი. და როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ამ ფასების მომატება? ეს ფასების მომატება ამ წუთას განაპირობა ბუნებრივმა პირობებმა. ყვავილს რო იყო მაშინ ყინვამ დაარტყა, დაცვიდა ეს ყვავილი, ნაყოფი არ მოვიდა და მოვიდა ცოტა და ცოტას მაღალი ფასი დაარღვეს. ფერდი ბალილი 8 ლარი, შავი ბალი 15 ლარი, გარგარი 5 ლარი და ასე. აი წინა წელს რა ღირდა? წინა წელს მაქსიმალური ფასი 1-5 ლარი იყო. აი კაი ბალთასაც უცახი. გოგრაბალია ეს გორის გოგრა. ყველაზე კაი ბალი. ძალიან მომატებულია შუა. ძალიან მომატებულია ჩემო. და რამ განია ყველაფერი რა. ძალიან ყველაფერი მომატებულია ხალხი. აღების ფასი ძვირია, გაყიდვის ფასი ძვირია შუა. განაპირობა მოიხო, არაფერი არ არის. ჩვენი მომხმარებელი არის აღმოსავლეთი, გორი, კახეთი, მარნეული. იქ უთეთყო, დიამიდები იყო, ხინვები არ არის უცალ. მესამედიც არ არის, რაც უნდა იყოს. უცალალი და ამან განაპირობა ეს ფასები. მომხმარებელი რამდენად ახერხებს შეძენას? ნაკლები. ხალხის ნაკადი არ არის. ამ ტურისტები არ არის, ამ დროს ტურისტებზე მუშაობენ, ტურისტები არ არის. მესამედიც აღარ არის ტურისტები.